კაბელების 22-ტომიანი საქმე უკვე შეისწავლეს ადვოკატებმა, თუმცა დაკავებული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მტკიცებულებები უფლებების დამცველებმა ვერ აღმოაჩინეს. ყოფილი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრიც, რომელიც პროკურატურას პოლიტიკურ იარაღად მოიხსენიებს. ბადაშვილის უწყება კი სასამართლო განხილვებს ელოდება, სადაც საკუთარი მტკიცებულებების დასაბუთებას აპირებს. მედებები პროკურატურის, რა თქმა უნდა, მიანიშნებს, რომ ის არის პოლიტიკური ინსტრუმენტი. ირაკლი ალასანია პროკურატურას პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. ყოფილ თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებები არ აქვს და საქმის გამოძიებას აჭიანურებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის განვითარებას ევროკავშირისკენ, ნატოსკენ ესეთი პოლიტიკურად მოტივირებული პროკურატურა ხელს უშლის. პრემიერ-მინისტრი არის პოლიტიკურად ფიქტიური ფიგურა და ყველა გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი. ირაკლი ალასანია წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვს. ამ ფონზე პროკურატურამ დამატებით ორთვიანი ვადა მოითხოვა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. საგამოძიებო უწყება მტკიცებულებების წარდგენას სასამართლოზე გეგმავს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალდებებს უარყოფს. საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, რითიც დასტურდება იმ პიროვნებების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომლებიც დღესდღეობით სისხლის სამართლის პასუხისმგებაში არიან მიცემული. შესაბამისად, ეს არის მხოლოდ დემაგოგია და სპეკულაციები, რაც შეეხება არის თუ არა ეს მტკიცებულებები საკმარისი, ამას გაარკვევს სასამართლო. საქმის 22 ტომი უკვე შეისწავლეს ადვოკატებმა. გრიფით საიდუმლოს ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ მათ დოკუმენტების გაცნობის საშუალება მიეცათ. ადვოკატები ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეში საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას გამურიცხავენ. ბრალდებაში არ არის გამოკვეთილი დანაშაულის სუბიექტური მხარე, ანუ განზრახვა, ანგარებითი მიზანი და მოტივი. ბრალდება არის უსაფუძვლო. საქმეში არანაირი მტკიცებულება, არც პირდაპირ, არც ირიბი იმისა, რომ არათუ ჩემო დაცქვეშ ყოფება, არამედ ვინმე საერთოდ რამე ბრალეული ქმედება მიუწვდა, რამე დანაშაული ჩაიდინა არ არსებობს. საქმის მასალებს თავდაცვის მინისტრის გაეცნო. მინდია ჯანელიძე გამოძიების დასრულებას ელოდება. გამოძიება უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ რაიმე სახის, ასე ვთქვათ, კომენტართან. კაბელების საქმის მასალებს სწავლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. საკუთარ დასკვნას თორდიას უწყება პროკურატურას და პარლამენტს გადაუგზავნის. როდესაც აუდიტორები დაასრულებენ და ასე ვთქვათ, იქნება შესაბამისი ანგარიში ამ მასალებთან დაკავშირებით, ჩვენ მას გადაუგზავნით უკან პროკურატურას ან პარლამენტს. კაბელების საქმეს ნაწილობრივ გაეცნენ დობის ჯგუფის წევრებიც. ჯგუფის ხელმძღვანელი გამოძიების დასრულებამდე პოლიტიკოსებს განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოიტანს. ვისურვებდი, რომ პოლიტიკური ძალები შეეგუონ იმას, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება განხორციელდება მხოლოდ მიუკერძებულად და დამოუკიდებლად. ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგოს ედავებიან.